პროექტის ხმა მიეცი შენს კეთილდღეობას ფარგლებში ახალციხეში საინფორმაციო ხასიათის აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ექსპერტ-ფასილიტატორებმა ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას არჩევნების მნიშვნელობასა და მათ უფლება-მოვალეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე უპასუხეს მათ კითხვებს და ამომრჩევლებს ქართულ-სომხურენოვანი 4 გვერდიანი გაზეთი და სომხურენოვანი ფლაიერები დაურიგეს, სადაც საარჩევნო პროცედურები დეტალურად იყო განმარტებული. ხელმძღვანელებმა აქციისათვის ახალციხის სავაჭრო ცენტრი შეარჩიეს, იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი თავს სწორედ ადგილობრივ ბაზარში იყრის. აქციის ორგანიზატორის განმარტებით ადგილობრივები საარჩევნო ბუკლეტებს თავადვე ითხოვდნენ. მათ ჯამში 100-ზე მეტი საინფორმაციო ფლაერი დაარიგეს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი არჩევნები არ არის, საჭიროება ძალიან დიდია, იმიტომ რომ ადამიანები განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას, განსაკუთრებით სომხური მოსახლეობა და მე ვთვლი, რომ ეს აქცია იყო აუცილებელი და თუ კი გაგრძელდება სამოქალაქო განათლება და მოსახლეობის ინფორმირებულობა, როგორც სომხების, ისე ქართველების, ძალიან კარგი იქნება.